თქვენ დაგაკავეს 11 იანვრის საღამოს ბათუმში, მაშინ როცა აქციის მონაწილეებს ჰქონდათ სტიკერები იფიცება საქართველოს და ამ სტიკერების გაკვრა შეუზღუდეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს, ხო? ასევე კითხვის დასვისთვისაც კი დააკავეს მოქალაქე იგივე ვაჟადარჩია, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია. თქვენ უშუალოდ რა სიტუაციაში დააკავეს? რა ხდებოდა მაშინ აქციაზე, როცა თქვენ დაგაკავეს? იყო ქაოტური დაკავებები. ანუ ტალღა გამოდიოდა, იჭერდნენ ადამიანებს, შეყავდათ. გამოდიოდა ტალღა, იჭერდნენ ადამიანებს, შეყავდათ. ანუ არანაირი ლოგიკა მე ვერ დავინახე, ანუ რაიმე დანაშაულის ფორმები, ანუ რამე წინააღმდეგობის ფორმები მე პირადად არ დამინახია საერთოდ. ვაკავებდნენ ერთმანეთს მიყოლებით რა. იმის შემდეგ რაც ჩემი დაკავება მოხდა, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის და იმდენად სწრაფად მოხდა ეს და ისეთი ძლიერი იყო, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი მიდევდა ხელს. ისეთი ძლიერი იყო, რომ ანუ საერთოდ შემათრიეს რა, მოკლედ მე ვერ დავინახე ვის შემათრია საერთოდ ისეთი სიტუაცია იყო, უნებრივია პოლიციელების შემათრევდა პოლიციის სამმართველოში. შემიყვანეს მაგ განყოფილებაში, როგორც მე მახსოვს, ორ ადამიანს ვიყავი ხელში. შემდეგ მესამე ხელი მოვკიდა მე როგორც მახსოვს, მესამე ხელი მოვკიდა ეს იყო გებუაძე, ირაკლი ქვიათ ვარშტები და შემიყვანეს შენობაში. და როდესაც შემიყვანეს შენობაში, წინ იდგა მალხაზი რემაძე და ეს მალხაზი რემაძეს ასევე დაკავებული ყავდა ორ ადამიანს, ორ პოლიციელს. სამმართველოს შენობაში, ხო? შენობაში არა, ეზოში რა აღმოში მოულოდნელი იყო და ცოტა ისეთი სიტუაცია რა. რო შეგვიყვანეს შეგნით, რემაძე ეკავათ ხელში ორ ადამიანს. აი ირაკლი გებუაძე მომშორდა მე და მივიდა ირემაძესთან და ძალიან გამეტებით უთხრამდა თავში, ძალიან სასტიკად. ანუ სცემდა ირაკლი მალხაზი რემაძეს. დიახ, და მე დამაყენეს და მაყურებიეს როგორც სცემდნენ ამას. მე არ მახსოვს კონკრეტულად რა შემოვდი, მაგრამ მე მახსოვს რომ მოუწოდებდი რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ იყო და არ დაელახათ რა. შემდგომ რასამობდა ამ დროს გებუაძე თუ გახსოვთ რა იყო მისი სიტყვა? ძალიან დარტყმის დროს, ცემის დროს სავარაუდოდ სიტყვების შეურაცხყოფას აყენებდა. იმიტომ რომ ნეგატიური სიტყვები მოდიოდა როგორც მე მახსოვს, არ მახსოვს უბრალოდ რას ამბობდა, იმიტომ რომ გებუაძე იმდენად მოულოდნელი იყო თავში დარტყმებიან, თავში უთქვამდა პირდაპირ რა. მალხაზი რემაძე რას პასუხობდა მას თუ გახსოვთ რა? შუაში არ ვარ რომ რატო გაკურვებული იყო, ანუ სიტყვებს ვერ ვიხსენე, მაგრამ მის მხრიდან იყო გაკურვება რომ არ ელოდა, არანაირად არ ელოდა რომ ასეთ სულად მოექცეოდნენ ამ ადამიანს. ან თავში ჩაარტყა ხელი ირაკლი გებუაძე მალხაზი მე მახსოვს კონკრეტული დარტყმების განხორციელება თავის გარდა არ მახსოვს, მაგრამ თავში უთხრამდა ძირითადად მე რაც მახსოვს. რამდენი დარტყმა განახორციელა, არ ვიცი სავარაუდოდ 8 თავში, არ ვიცი. 8 ჯერ. არ მახსოვს მიახლოებით. შეიძლება მეტი იყო. ანუ ხელს ურტყამდა თუ რაიმე ნიუც. მე არ შემინიშნავს ხელში თუ რამე ეკავა, სავარაუდოდ მუშს ურტყამდა. თავის არეში სხვადასხვა ადგილას. და შემდგომ ეს ადამიანი შეიყვანეს, მირემაძე შეიყვანეს აქ შენობაში, კაბინეტში. მე დამაჯინეს ხელმარჯვნივ, ეს პირდაპირ დააჯინეს. და შემდგომ ეს გებუაძე დადგა იქეთ, გაჯდა სკამზე, თავარ სკამზე რა. იქ სადაც კაბინეტში დებიან რა თავის სავარ დირექტორის სკამთან არის სადაც გამიყო. და მე დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფები, რომლებიც იყო უფრო მძიმე მოსასმენი. ისევე რაკეთ გებუაძის მხრიდან. კი, ძალიან ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა. მაგალითად რას ეუბნებოდა თუ შეგიძლია? კონკრეტულ სიტყვებს ვერ გეტყვი, მაგრამ გეტყვი როგორ სისტემით ლანძღავდა რა. ანუ ეს იყო გინება ყველანაირი ფორმით. ანუ გინებაზე კი უბრალოდ დაკნინება და დამცირება იყო და გინებაც იყო რა თქმა უნდა. ანუ მაგალითად ეს ახსნიდა რომ თქვენ გეშლებით, მე სხვა ადამიანი ვარ, მე ვარ ლექტორი და უკვე გადადიოდა აი ამ სტატუსის, ანუ რა ლექტორი ხარ და მე ამ ლექტორის სუდგინებებზე იწყებდა რა, ანუ ამ ფორმით ლანძღავდა. ანუ ლექტორი ვარ რომ მალხაზი რემაძე ეუბნებოდა პოლიციას. ანუ ეს უჩნდა რომ ის არაფერ შუაში არ იყო, არავისთვის არაფერი შეურაცხყოფა არ მიეყენებია, რაც მე მართლა არ დამინახოს რომ ამეთ სუდი გაეკეთებინოს ამ ადამიანს. რამეს რომ ამბობდა, მოკლედ კონკრეტულად ლანძღავდა ყველანაირად რა, ანუ ყველანაირად ცდილობდა რომ მორალურად გაენადგურებინა და ირემაძეს სახე ძალიან სულად ჰქონდა რა, ანუ ძალიან შეურაცხყოფილი იყო რომ ამას ასეთ რაღაცას ეუბნებოდნენ რა. არცერთი სხვა პოლიციელი არ შეწინააღმდეგებია ირაკლი გებუაძეს, არაფერი არ პოლიციელებს იკავათ და უთქვამდნენ ამ ადამიანს ირემაძე შეძლო თავზე ხელი აეფარებინა რო არ დაერთაათ ხო? აი ფიზიკურად იკავათ პოლიციელები, ის პოლიციელები იგივე ხალხი ნორმალურად ლაპარაკობდა. მე არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა ან თქვენთვის არ მახაზი რემაძისთვის. აი იმ პოლიციელებს არც ეს არ მოუყენებია შეურაცხყოფა, დაკავების დროს მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მხოლოდ და იქ ვინ რა მითხრა ვერ ვიხსენებ გებუაძეს მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე. თქვენს მიმართ?
ხო, დაკავების დროს, ამ დროს რა გითხრათ მაგრამ? იგინებოდა. ან თქვენ შეგაგინათ? კი. ირაკლი გებუაძე? დაკავების დროს, ანუ მე ასე გავიგე, რომ მე მაგინებდა ყველაფერი ანუ იგინებოდა, მე ვიყავდი და მე მაგინებდა სავარაუდო ვის შეაგინებდა. ან თქვენ მოკაჭეთ ირაკლი გებუაძემ, რასაც აღწერდით და შეგაგინათ? ანუ ხელი მოვყავდი და ხელი მოვკიდა ასე და ნუ მას შევყავდი რეალურად იმათ მივყავდი, მაგრამ ხელი ეკიდა ასე მივყავდი რა, რაღაც ასეთი იყო რა. ეს ვიდრე შეხვედრით სამართლოს შენ. არაფერი არ იყო რას მე ხელი მოვკიდას და შემიყვანეს ეს არაფერი არ იყო. უბრალოდ ამ ადამიანს რო ასე ცუდად მოექცენ, ძალიან ძიმე შესახედი იყო ჩემთვის. ან რა ინტერესი ქონდა თქვენ რა შევიძლება შეგეკრა? მისი გატეხვა, შეშინება, მეტი სხვას ვერ ვხვდები ან მაგათ თავში ატრელებს ამას. მინდა ბოლო რაც თქვა, რომ ის ირემაძეს კარგად აქ უბრალოდ ხედავდი რა. დიდი ადამიანია ძალიან ფიზიკურად და მნიშვნელოვანი ადამიანია და საინტერესო პიროვნება იყო, როგორც გავიცანი, საკანში რომ გავიცანი იზოლატორში. ეს ადამიანი არის ძალიან, არ ვიცი რა თქვა, თუ არა საყვარელი რა, ძალიან ისეთი მაგარი პიროვნება, რომ მე უფრო გამიჭირდა მის აღქმა, რომ ეს ადამიანი ასე ცუდად მოიქცენ. უფრო მძიმე საკანში რომ ვიყავი ძალიან ცუდად გავხდა. ანუ ეს ძალიან ცუდად მოიქცენ რა. შევესწარი პატარა გოგონას. პატარა გოგონა იყო, ჩვენთან შემოიყვანე, არ შემოსულა რა და ვინახე შემოვიდა, კალეთანი დგა უფროსორა და ტიროდა. ეს იყო, ანუ არ ვიცი რა ნეწლის იყო, მაგრამ ძალიან გავდა არასრულოვანს, თვეები ქონდა შავი. და ტიროდა რომ სახში მინდა. ის გოგონა როგორც ვიცი, მალე გაუშვეს მე რა.